მადლობა თქვენი დროისთვის. ამ აღნიშნული ანგარიშის გათვალისწინებით როგორ შეგიძლია რომ შეაფასო არსებული ვითარება და რეალურად რა არის ასე ვთქვათ შეშფოთების მთავარი საფუძველი ხო ამ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესი აქცენტს აკეთებს ამ პოლიტიკურ არასტაბილურობაზე ქვეყანაში. ანა მოგესალმებით ტელემაყურებლებს. ეს კვლევა კიდევ ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ ყველაფერი რიგზე არ არის ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ძალიან ცდილობს, რომ წარმოაჩინოს, რომ თითქოს რაღაცა პარალელური საქართველოა რუსთაველის გამზირზე და არც პოლიტიკური კრიზისია და მით უმეტეს არც ეკონომიკური, პირდაპირ რიცხვები გვეუბნება ჩვენ თუ რა პრობლემებთან გვაქვს საქმე. მაგალითად, თებერვალში 7% შემცირდა როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი. ხო, ვიღაცა შეიძლება გონია, რომ იმპორტის შემცირება ერთი მხრივ კარგია, მაგრამ რეალურად ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ნაკლებს ვხარჯავთ, ან მოხმარება მცირდება, რაც თავისთავად ეკონომიკურ ძალზე უარყოფით გავლენას ახდენს. და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ბიზნესი ამას გრძნობდა უკვე დეკემბერში. რა თქმა უნდა, ეს ნელ-ნელა ეხება სხვადასხვა ინდუსტრიას, ზოგადად პოლიტიკური კრიზისი და აქედან წარმოშობილი შემდეგ უკვე ეკონომიკური კრიზისი და ეს შემდეგ უკვე ერთი ინდუსტრიიდან მეორეს გადაეცემა. პრობლემა შეექმნა ტურისტულ სექტორს. ხო, აქ ხო მარტო სასტუმროები არ არის, აქ არის ტრანსპორტი ჩართული, აქ არის რესტორნები ჩართული, აქ არის თქვა გადამყვანი კომპანიები, შემომყვანი ტურიზმია, გამყვანი ტურიზმი, ძალიან დიდი ინდუსტრიაა, ხო? ეს შემდეგ მათ ვეღარ მოახერხეს თქვა არსებული ვალდებულებების გადახდა, უკვე ეს შეიძლება გადაეცეს საბანკო სექტორს. სამშენებლო სექტორში დეველოპერებში არის პრობლემა უძრავ ქონებაში, თქვა გაყიდვების შემცირდა, რაც თავისთავად ზეგავლენას ახდენს მთლიანად ეკონომიკურ კლიმატზე. რა თქმა უნდა, როდესაც გამოკითხავ ადგილობრივ ბიზნესს, მით უმეტეს ისეს, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ ბიზნესებთან, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე იქნება პოლიტიკური არასტაბილურობა და პოლიტიკური კრიზისი, რადგან ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, გაურკვევლობა პრობლემებს ქმნის. საქართველოში კი არა, ხო ხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, სადაც რა თქმა უნდა, გაცილებით ძლიერი ეკონომიკა აქვს, შედარებაც არ არის, ხო, ვიდრე საქართველოს, მაგრამ როგორც კი რაღაცა პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნები ან ხვალინდელი დღის გაურკვევლობა, როგორც კი მოდის, იმ წუთშივე საფონდო ბირჟაზე აისახება, ხო? რა თქმა უნდა, საქართველოს გამონაკლისი არ არის და ყველა ქვეყანაზე პოლიტიკური არასტაბილურობა მოქმედებს და ბიზნესი ამას გრძნობს და ბიზნესი ამას გამოხატავს კიდე ჩვენ ვხედავთ ბიზნესის მხრიდან ვთქვათ ადამიანური არჩევნების მოთხოვნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას. რატომ მოითხოვს ბიზნესი? ჩვენ პირველად ნახეთ, მე მგონი ბოლო 10 წლეულებია საქართველოში, როდესაც ბიზნეს კომპანიები რაღაც პოლიტიკურ მოთხოვნას აყენებენ, იმიტომ რომ ისინი ხედავენ ამ გამოსავალს, რომ ეს განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს და შესაბამისად თანდევ ეკონომიკურ კრიზისს და სიტუაცია რაც უფრო სწრაფად განიმუხტება, მით უფრო უკეთესია ბიზნესისთვის. ჩანს სწორედ ევროკავშირის კვლევაშიც, მათ შორის ეს ემიგრაციის საკითხია, ის რომ სამუშაო ძალა გაედინება ქვეყნიდან, ეს არ არის ახალი პრობლემა, ეს ძალიან დიდი ხანია არსებობს, ისე როგორც მესამე ადგილზე მდგომია თქვა სასამართლოს პრობლემა, რომელზეც ბიზნესიც კი ხმამაღლა უკვე დიდი ხანია საუბრობს, მით უმეტეს საუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, რადგან უსამართლო სასამართლო არ არის პრობლემა მარტო თქვა დაჯარიმების კუთხით ან რაღაც ადმინისტრაციული ჯარიმების ან პოლიტპატიმრების კუთხით. ეს რა თქმა უნდა უდიდესი პრობლემაა, მაგრამ როდესაც ინვესტორებზე ვსაუბრობთ, ხო შესავალ სიტყვაში თქვენ წამით. წინა წელს 30% შემცირდა საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. და ამ შემცირებულშიც კი უდიდესი წილი იყო ისევ რეინვესტირება, ანუ ადგილობრივმა კომპანიებმა, რომლებიც უცხოეთში არიან დარეგისტრირებული, ისევ თავის საწარმოში რომ ჩააბრუნეს, ასე ვთქვათ, ფული. ახალი ფული ქვეყანაში ფაქტობრივად არ შემოდის და ამ ფონზე და კიდევ უფრო რთულია გიორგი ვითარება სექტორების მიხედვით, ხო, როგორც ცნობილია, ვუსმენდი არაერთ ადამიანს და ისინი ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ზოგ შემთხვევაში ზოგ სექტორში არსებული ბრუნვა უტოლდება თუ არ ვცდები ომის შემდგომ პერიოდს და პანდემიის დროს არსებულ შედეგებს. ხო, სამწუხაროდ გვაქვს ასეთი სურათი, რამდენიმე სექტორში განსაკუთრებით გამოიკვეთა, ეს აღნიშნე თავიდანვე ეს არის ტურიზმის სექტორი და შემდეგი ეს შეიძლება იყოს სწორედ უძრავი ქონების სექტორი, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპულმა ბანკმა სპეციალურად შეარბილა რეგულაცია იმისთვის, რომ იპოთეკური ცეცხლების პორტფელი უფრო მეტად გაიზარდოს, ვიდრე ახლა იზრდება და მისი წლიური ზრდის ტემპი 10%-ს ჩამოწდა, როცა ყოველთვის მაღალი იყო 10%-ზე, რაც ნიშნავს უძრავი ქონების ბიზნესისთვის პრობლემა, ხო? ეს არის პრობლემა არა მხოლოდ მშენებლებისთვის და დეველოპერებისთვის, არამედ შემდეგ ეს გადაეცემა სხვა სექტორებსაც. ეს არის ავეჯის გაყიდვა, ეს არის ტექნიკის გაყიდვა, ეს არის გარემონტება, ხო, სახლის მარტო უძრავი ქონების ბაზარი ხო არ არის, ეს არის გაქირავება, ხო? უძრავი ქონების
რომელზეც ბუმი ძირითადად გამოიწვია რუსეთიდან მიგრანტების ტალღამ 2022 და 23 წელს. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ტალღა ჩაივლიდა, ეს იყო ერთჯერადი ეფექტი და ამის იმედად არ უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს ამასთან დაერთო პოლიტიკური კრიზისი. გიორგი, ანუ ხელისუფლებას ეხლა რა პოზიცია აქვს არჩეული? ჩვენ გვახსოვს პერიოდულად იყო, რამდენიმე შეხვედრა იყო, ხო? ბიზნეს ქონდა მისი წინადადებები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს ერთ პერიოდში ეს შეთავაზებები, რეალურად რაც განმუხტავდა არსებულ ვითარებას, მაგრამ ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები? აი თქვენ გაქვთ რაიმე ინფორმაცია იმაზე, რომ რაღაც მიდის ეს პროცესი, საუბარი იყო კონკრეტულ მოთხოვნაზე პოლიტპატიმრებთან და არჩევნებთან დაკავშირებით, ეხა არჩევნებზე ვიცით, რასაც ლაპარაკობს ხელისუფლება, მაგრამ აი რა ტიპის სიგნალების გამოშვება შეეძლო ქართული ოცნების ხელისუფლებას ბიზნესისთვის, როგორ ფიქრობ და არ გააკეთა ეს? ქართული ოცნების ყველა ნაბიჯი ახლა არის აი დროებითი რაღაც სიტუაციის გადასაგორებელი. ყველა ის შეხვედრა, რაც მანამდე იყო, ვითომ რომ ვიღაცებს მოусმინეს, ვითომ რომ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდეთ, ეს იყო იმისთვის, რომ დროებით ვიღაცები გაეჩუმებინათ ან რაღაცა ფონი შეექმნათ, რომ თითქოს ან ვინმეს მაინც ელაპარაკებიან, ხო? ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ მსგავსი შეხვედრებით, მათ შორის რაღაც უცხოეთში ვიღაცა წარმოუდგენელი, თქვა შეხვედრები რო აქვთ, ხო? აი ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს რო ვეღარ ხვდებიან, აღარ იციან უკვე საწავიდნენ და რომელი ქვეყნის ელჩი დაიბარონო, სურათი მაინც ქონდეთ ხელის ჩამორთმევის. იგივე ყველა ეს ცდელობა არის რომ რაღაცა ლეგიტიმაციის იმიტაცია შექმნა, რომ თითქოს ყველაფერი რიგზეა, ქვეყანა წინ მიდის, ამ სიტუაციასაც როგორმე გადავაგორებ, ისინი არანაირ დათმობას, რა თქმა უნდა, არ აპირებდნენ, არ ქონდა თავიდან, არ დააპირებენ მანამდე, სანამ არ დაინახავენ რეალურ პრობლემებს. რეალური პრობლემები ეკონომიკაში ეს შეიძლება არ გამოჩნდეს, ხა ზვავივით არ წამოვიდეს, მაგრამ მე როგორც თქვი უკვე არსებობს გარკვეული პრობლემები, ამაზე ხა მე კი ჩემი მოგონილი კი არ არის, ამაზე რიცხვები გვეუბნება უკვე, რომ მცირდება საბანკო პორტფელის შემცირება, ზრდის ტემპის შემცირება ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს ეკონომიკურ ზრდაზე აისახება ქვეყნის, ანუ ადამიანებს ხვალინდელი დღის იმედი აღარ აქვს. ადამიანები დღეს ნაკლებად ცდილობენ, რომ ახალი რისკი ან ახალი ვალდებულება დაიმატონ. იგივე საკეთებს ბიზნესიც, ხო? რომელი ბიზნესი გარისკავს ახლა რაღაცა ახალი პროექტის დაწყებას იმისთვის, რომ რაღაცა თან მით უმეტეს ახალი ვალდებულებების აღებით. ეს თავისთავად შემდეგ უკვე რას შეება, ხო? ნაკლებად ვითარდება ბიზნესი, ნაკლებ ადამიანს ასაქმებს, ვინც ყავდა დასაქმებული, ისიც შეიძლება სახში გაუშვას, მსგავსი პრობლემები გამოჩნდა უკვე ტურიზმის ინდუსტრიაში და სასტუმროებს მოუწიათ მკვეთრად კადრების შემცირება. ეს ადამიანები მერე სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში იძულებულები ხდებიან, რომ სხვა სექტორშიც როდესაც მოგვეხსენება ჩვენ როგორია, ხო? სამუშაო ადგილების კუთხით საქართველოს მდგომარეობა, უკვე ცდილობენ ემიგრაციაში წასვლა და კვალიფიციური კადრების ემიგრაციაში წასვლის პრობლემა არ არის ეს სამუშაო ძალის სამუშაო ძალის დეფიციტი არის სწორედ საუბარი ამ ანგარიშში, ანუ რაზე არის ლაპარაკი, რომ მუდმივად არის საუბარი და ქვეყნდება რიცხვები, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს ციფრებში. ამ დროს აი ამ გამოკითხვის და კვლევის შედეგადაც ირკვევა, რომ პოლიტიკური გაურკვევლობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და სავაჭრო ბარიერები რჩება სერიოზულ პრობლემად და გამოწვევად ამ საკითხში, რომელიც ამ ამბავს ფარავს, ხო, რაღაც გარკვეულწილად სერიოზულ ჭრილს აყენებს. ხო, წარმოუდგენელია ქვეყანა იზრდებოდეს და მისი სამუშაო ძალა მცირდებოდეს. სოფლიოში არ არსებობს ფაქტობრივად ანალოგია, რომ მოსახლეობა მცირდებოდეს და სამუშაო ძალა და იზრდებოდეს ეკონომიკა. სამწუხაროდ ეს სამუშაო ძალის დეფიციტი მომავალშიც კიდევ უფრო მეტად უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე და მოუწევს ბიზნეს ფიქრი იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტ ვთქვათ, უცხოელები შემოიყვანოს ამ გარკვეულ პოზიციებზე დასასახლებლად. დიდი მადლობა გიორგი, დაგემშვიდობები.